ხო, მოკლედ იქამ დავაწყო ჩვენი ძველი ლაბორატორიის ფაილები. აი ის მაშინ პრაიმიდან რომ მოვდიოდით და ფლეშკაზე რომ ჩავყარეთ, ხო გახსოვს როგორი არეულია იქ ყველაფერი შენს კომპიუტერში. რავი, ყველას გადმოტანილი რაღაცეებია, ჩვენი გადატანილი რაღაცეებიცა და ძალიან არეული იყო ერთმანეთში, რავი, მიქსები ცალკე, აკრედიტაციის საბუთები რაღაც ცალკე, ოქმები, ფორმები, რაღაცა დოკუმენტები, მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან დურდომი იყო. იქ შენც ნახავ შენს კომპიუტერში, ხო და რა ვიცი ეს 2-3 დღეა მაქსიმალურად ჩაუჯექი ამას და ყველა ფაილში, ყველა ფოლდერში რამე თუ იყო, ყველაფერი აბსოლუტურად გადმოვიტანე წლების დროის მიხედვით და დავაწყე რომ ძნელი საძებარი არ იყოს, იმიტომ რომ რო გახსნიდი რაღაცა მიქსი რო დაგჭირდებოდა ერთ ფოლდერში იყო გაგრძელება მეორე ფოლდერში და კაროჩე მაგარი უაზრობა და არეულობა იყო. ხო და ეს ამაზე ყოხდა ჩამოაწყო მიქსები ცალკეა ის ძველი აკრედიტაციები ცალკეა წლების მიხედვით რაღაცა საბუთები დოკუმენტები ცალკეა და რა ვიცი რა ყველაფერი დაყოფილი მაქვს მოკლედ ეგ OneDrive-ზეც მაგ გაზიარებული. ეგ ისა რა ქვია მას ფაილი. აგერ პირდაპირ დააჭერ ამას. შენც დაგიყენებ ამას და აგერ რა ლაბორატორია ძველი. ამაში არის ყველა ის ფოლდერები რაც იყო. იგი იყო ბევრი რაღაცა, ძალიან რასაჭირო იყო, ძალიან ბევრ რაღაცაზე კოპიო იყო გაკეთებული და ერთი და იგივე იყო და მოკლედ ერთი სიტყვით გავუფილტრე რა. აქაც იქნება OneDrive-შიც, ეგრევე ერთ კნოპკას დააჭერ, ну ამას მე დაგიყენე ყველაფერს რომ დავამთავრებ კომპიუტერში და აგერა რა ვიცი აკრედიტაცია ძველები, ну ეს ძირითადად მე რას დამჭირდება ბეტონის გამყარების პროცენტული მაჩვენებელი ლაბორატორიის ხელსაწყო დანადგარების, რა ვიცი, კონტროლის ცენტრზე გაგზავნილი გაგჭირდება და ну ყველაზე მეტად ძირითადად შენ რაც შეიძლება დაგჭირდეს ისა რეცეპტები და მიქსები. აგერ არის რაღაც უდანამატო მიქსებია, იდოქში 2020 წელს აქვენ გაკეთებული. ანუ დანამატის გარეშე არის რა, საშუალოდ რამდენზე რა მიდის. არის 2020 წლის რეცეპტების ბაზა, ეს მაყვალაც იყო მაშინ, სადაც არის ქვიშა 53-57-ზე, 2020 წლის რეცეპტების ბაზა, 2020 წლის რეცეპტების ბაზა, ქვიშა 48-52 ფარდობითა აქვენ. აქ ძველი მიქსებია, თითქმის ყველაფერი აქა, რაც იყო, რასაც უშვებდნენ ხოლმე, აგერ პარისა ხო, B7 ნახევარი და კაროჩე მოკლედ დაწყობილი არის რა. ესა როინის მიქსები, აქ ძირითადად ამას გაკეთებული აქვს იმაზე, რა ქვია იმას, პეის რო ვაკეთებდით მაშინ, ის თავისი საცდელი და ისინი რაცაა და აგერა თვითონ იქ პეისის დიზაინზე რაც იყო რა, ოფიციალურად რაც დაადასტურდა. აქ არის აქ ხო ამას აქვს იმით გაკეთებული თვითონ პეისის დროს რა ინერტული მასალები იყო რა, იმათი ოქმები არის, ესა მიქსები კირქვით რო ვაკეთებდით მაშინ. ვისკოგრიტი გლენიუმით. APM-ის მიქსები, ეს ისა რა ქვია, მას უკვე იქით რო გადავედით X ბლოკებზე და პრეკასტებზე, ოღონდ ესენიც არის სატესტოები რა, მაშინ რამოდენიმე რო გავაკეთე, ეხლა იქ ძალიან ბევრი იყო უაზრობები. კი გახსოვს რომ არაფერი რო არ გამოდიოდა ისეთ მიქსებს რო გავაკეთებდნენ, ეხლა მე რაც მახსოვს ისინი კი წავშალი და რაც არ ვიცი არ მომიგებია ხელი კიდევ ტოვე აქ, შენ უფრო მიხვდები და 2020 წლის ივლისის მიქსებია. ეს ერთხელ მაშინ მახსოვს იგორი იყო მაშინ და ჩვენ მოგთხოვა დაიწყეთო ყველაზე ხელახლა გაკეთება რა. ყველა მიქსებზეო ლაბორატორიულათო გამიკეთეთო რომ ოფიციალურად გქონდესო და აგერა ყველაფერი რა ვიცი არ მინდა B10-დან დაწყებული B50-მდე დაჟე დუბლი ვერ ვა და C-ები რა ვიცი 25, 30, 37, 39, 45, C-55, 55. ну ამათ მიხვდები მოკლედ შენ. დანარჩენი რა ვიცი ისეთი არაფერია და რაღაც პატარ-პატარა საბუთები აგერ ტერატესტის ისინი არ აქვს იმას თუ დაგჭირდეს რაღაცა
იქ რო ჟურნალს და რაღაცებს ვაკეთებდით, რა ვიცი ეს თუ გუნდზე დავამატებ და მოკლედ ერთი სიტყვით ყველაფერი ესე არა დაწყობილი, ახლა რომ ნახავ შენ იქ შენს კომპიუტერში როგორ არეული მიხვდები თავადნა. მაქსიმალურად ვეცადე რომ გამეფილტრა სახელი ყველაფერი სწორად დამეწერა რომ სწორი მისაგნები იყოს და მე მგონი იმას ჯობია რა იმწვალებად ღირდა მის ესე დაწყოთ რაღაცა იქნება ძველ რაღაცებს გადავიდათ. აი ამას იმაში ავტვირთავ რა ვქვი ამას OneDrive-ზე, ჩვენს გექნება ცნობა კომპიუტერშიც გადმოწერ და რა ვიცი თუ გაგჭირდება იქნება.